2016 წლის 11 ივლისი. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის განახლებულ ბილიკზე პირველი თვითმფრინავი დაეშვა. სამთვიანი 24 საათიანი შრომის შედეგის სახეზეა. აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაცრულებულია. სიმბოლური, წარმატებული და გამორჩეული. მოგვიანებით ასე შეაფასებენ უკვე დასრულებულ პროექტს მთავრობის წევრები. პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილის სამუშაოების მიმდინარეობაზე პასუხისმგებელი პირებისგან პრემიერ-მინისტრის დავალებით ყოველდღიურად იბარებდა ანგარიშს და აეროპორტს პრაქტიკულად ყოველკვირეულად სტუმრობდა. ეს არის ძალიან კომპლექსური სამუშაო, პრაქტიკულად ყველა სტრუქტურა სინქრონულად მუშაობს და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენებულ აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ბოლოს საბჭოთა პერიოდში ჩაუტარდა სრულყოფილი აღდგენითი სამუშაოები. საფარის ხანდაზმულობის გამო რესურსის სრულ ამოწურვამდე შესაბამისმა სამსახურებმა მისი სრულყოფილი რეკონსტრუქციის გადაწყვეტილება მიიღეს. პროექტის წარმატება შესაძლებელი გახდა მასში მონაწილე ყველა მხარის სინქრონული და ეფექტიანი თანამშრომლობით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას, საქაერო ნავიგაციას, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, კომპანია Black Sea Groups, TAV Georgias, TAV Constructions, კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობის გამო მადლობის სიგელები გადაეცათ. თავად პროექტის მონაწილეები მის წარმატებაში სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის დამსახურებაზე განსაკუთრებულად საუბრობენ. TAV Constructions და საერთოდ ნებისმიერი კომპანიის წარმატება სწორად შერჩეულ პარტნიორზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით ეს უცხოეთში მიმდინარე პროექტებს ეხება. ჩვენ ადრევ თანამშრომლობდით Black Sea Group-თან. კარგად ვიცოდით მათი ტექნიკური შესაძლებლობები, ქარხნების წარმადობა, თანამშრომელთა პროფესიონალიზმი და ასე შემდეგ. პროექტი შედგა, რადგან უმაღლესი მენეჯმენტიდან დაწყებული მუში დასრულებული იგი ყველამ გაითავისა და საკუთარ პროექტად აღიარა. ამის დასტური სხვა ქვეყნებიდან მიღებული გამოხმაურებებია. ჩვენ სამომავლო პროექტებში ყოველთვის გექნება მათთან თანამშრომლობის სურვილი, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მათ ჩვენგან დამოუკიდებლადაც არ გაუჭირდებათ ასეთი პროექტების სხვა ქვეყნებში განხორციელებაც. მე აბსოლუტურად მჯერა Black Sea Group-ის წარმატების. რეალურად ჩვენთვის Black Sea არის ძალიან კარგი პარტნიორი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ პროექტებს, რომელიც ზოგისთვის შეიძლება შეუძლებელი იყოს, ვახორციელებთ სწორედ მათთან ერთად და მათ დახმარებით. პირადად მე ეჭვი არ მეპარებოდა რამდენიმე მიზეზის გამო, ალბათ უპირველეს ყოვლისა ეს არის სწორი მენეჯმენტი, რომელიც ამ კომპანიას აქვს, ამავე დროს ეს არის რესურსი, რომელიც მიმართულია შესაბამისი ტექნიკის მობილიზაციისთვის და რასაც მე ძალიან ვაფასებ არის ის, რომ მათი განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის და შესაბამისად არ არსებობს პროექტი, რომლის დროსაც ისინი დამატებით ინვესტიციას არ ახორციელებდნენ უშუალოდ სამშენებლო ტექნიკის შეძენის დროს. ეს იყო თბილისის აეროპორტში, ეს იყო ამბროლაურშიც და შესაბამისად სწორედ აი ამ სწორი მართვის და სწორი მობილიზაციის გამო შეძლეს მათ ამ პროექტების განხორციელება. ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭე ყოველდღიურად 10 საათის განმავლობაში, დილის 10-დან საღამოს 20 საათამდე იკეტებოდა. სამუშაოები თბილისის მოქმედ აეროპორტში ყოველდღიური რეისებისა და ოპერირების პარალელურად მიმდინარეობდა. ეს აპრობირებული პრაქტიკაა ყველგან, სადაც მხოლოდ ერთი მოქმედი ბილიკი ფუნქციონირებს. ზოგადად მოქმედ აეროპორტში სამუშაოების ჩატარება ურთულეს მოცემულობას წარმოადგენს. წარმატების მისაღწევად შემდეგი კომპონენტების არსებობაა აუცილებელი. მოტივირებული გუნდი, პროფესიონალი მენეჯმენტი, დროში ზუსტად გაწერილი სამუშაო გრაფიკი, თანამედროვე ტექნიკა, შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორია და ველთან ახლოს მდებარე საწარმოო ბაზა. აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით აეროპორტიდან კილომეტრ ნახევარში ქონდა განთავსებული საწარმოო ბაზა. 2 ასფალტო-ბეტონის ქარხანა იყო, რომლის წარმადობა საათში დაახლოებით 420 ტონამდე აღწევდა. ამის განთავსება განპირობებული იყო იმ პირობიდან, რომ რაც შეიძლება სწრაფად და მობილურად მომხდარიყო ცხელი ნარევის შემოტანა აეროდრომზე. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სააკაძის საწარმოო ბაზა 3 თვის მანძილზე სრული დატვირთვით მუშაობდა. იქ წარმოებული პროდუქციის ხარისხი გამოშვებისა და დაგების პროცესში აეროპორტთან ახლოს მდებარე თანამედროვე ლაბორატორიაში მოწმდებოდა. სამუშაოები ყოველდღე წუთობრივი სიზუსტით გათვლილი შემდეგი სცენარით ვითარდებოდა. აფრეზვის შემდეგ არსებულ საფარზე ისხმებოდა ასფალტო-ბეტონის შემასწორებელი ფენა ცხელი ნარევით. შემდეგ მას არმირებისათვის ჯეოგრიტით ფარავდნენ. ქვედაფენის დაგების შემდეგ მოდიფიცირებული ასფალტო-ბეტონის საფარი ეწყობოდა.
სანავიგაციო შუქტექნიკის მონტაჟი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მარკირების პარალელურად მიმდინარეობდა. იმდენად წუთებში ხდებოდა ყველაფერი, რომ არა პროფესიონალები, რომ არა მოწესრიგებული მანქანები, რომ არა, აი როგორ გითხრათ, დაგეგმილი ყველაფერი სწორად, შეუძლებელი იქნებოდა ამ სამუშაოების გაკეთება, შეუძლებელი იქნებოდა ამ ბადებში ამ ყველაფრის დასრულება და შეუძლებელი იქნებოდა ისეთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მიღება, რაც ჩვენ დღეს გვაქვს. და ეს არის თითქმის საჩვენებელი პროექტი დღესდღეობით მსოფლიოში, იმიტომ რომ ძალიან რთული პროექტია, მართლა ძალიან რთული პროექტია. მერწმუნეთ ყველა თვითმფრინავის დაждომაზე. ყველა ლენდინგზე, როცა ეს პროექტი მიმდინარეობდა, მე ჩემი ოთახის ფანჯრიდან, როცა იხსნებოდა და პირველი აი ეს როგორც საბურავი თვითმფრინავის, რომ აი ესე ამოვისუნდა, აი ერთი დღე კიდე ისე რომ არაფერი არ მოხდა. მე მიხარია რომ საქართველოში არის ესეთი კომპანია, რომელსაც ესეთი ამ ხარისხის და აი ესეთი სირთულის სამუშაოების გაკეთება შეუძლია. მე ვფიქრობ რომ მათ შეუძლიათ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც იგივე პროექტები განახორციელონ, იმიტომ რომ ამის შესაძლებლობა ნამდვილად აქვს როგორც პარტით, ესევე ხალხით, პროფესიონალებით, თავიანთი გუნდით, თავიანთი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალით და თავიანთი მენეჯმენტით. მოდერნიზებული ზოლისა და სამიმოსლო ბილიკების მოწყობის გარდა აეროპორტში დამონტაჟდა მეორე კატეგორიის სანავიგაციო შუქტექნიკა. განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოებას და საჰაერო ხომალდებს ცუდი მეტეო პირობების დროს აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გააუმჯობესებს. ჩვენ ძალიან მოხალულები ვართ, რომ ბლექსის მხრიდან აღმოჩნდა ძალიან პროფესიული გუნდი და ძალიან გაუგებრდა მათთან მუშაობა. ასე რომ ვთქვათ, ნახევარი სიტყვით უგებდით ერთმანეთს. იყო მაღალი პროფესიული გუნდი ბლექსის მხრიდან და უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, იყო მუდმივი დამკვირვებელი იატას მხრიდან, რომელიც პირადად აკვირდებოდა ამ სამუშაოებს და მანაც აღნიშნა, რომ ასეთი პროფესიული შესრულება არ უნახავს არსად. ოთხივე სამიმოსლო ბილიკისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის პროცესი და გამოყენებული მეთოდოლოგია გერმანული კომპანია ვირდგენის წარმომადგენელმა აბუ-დაბის ფორმულა 1-ის ტრასის მშენებლობის დროს გამოყენებულ ტექნოლოგიებსა და ტექნიკურ ციკლში ატარა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურისა და სანავიგაციო სისტემის განახლების სამუშაოებზე 200 ადამიანი დასაქმდა. ველზე მობილიზებული იყო 60 ერთეულზე მეტი ტექნიკა. ბილიკის რეაბილიტაციის პროცესში დაიგო 125,000 ტონა ასფალტი. ასეთი მასშტაბური სამუშაოების შესრულება ქართული კომპანიისათვის გამოწვევა იყო. შეზღუდული ვადებისა და უდიდესი მოცულობის მიუხედავად მოქმედი აეროპორტის განახლების პროცესი ბლექსი გრუპმა უპრეცედენტოდ მოკლე დროში 12 კვირაში წარმატები დაასრულა. კომპანიამ მზადაა ნებისმიერ საერთაშორისო ტენდერში მიიღოს მონაწილეობა. აეროპორტის რეკონსტრუქცია რეაბილიტაციის პროექტში მონაწილეობით ბლექსი გრუპი განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. შედეგად ქვეყნის მთავარ აეროპორტში ფუნქციონირებს სრულიად განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამიმოსლო ბილიკები, მოდერნიზებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და მეორე კატეგორიის ახალი სანავიგაციო შუქტექნიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტ უსაფრთხოებას და დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს ავიაკომპანიებისა და მგზავრებისათვის.